მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებაზე მსჯელობენ მრგვალი მაგიდის ფორმატში სასტუმრო ჰოლიდეინში. დისკუსიაში სასამართლოს პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეცნობიან საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევასაც. ნათია ორველაშვილი გვეტყვის მხარეთა მოსაზრებებს რეფორმასთან დაკავშირებით. ნათია, გისმენთ. შეხვედრის მონაწილეთა სპექტრი საკმაოდ ფართოა და დღეს ამ შეხვედრის დამსწრეები გაეცნობიან ღია საზოგადოებას საქართველოს ინიციატივით შემუშავებულ კვლევას, რომელიც მოამზადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტებმა. ამ კვლევაში შედარებულია ქართული კანონმდებლობა მოწმეთა დაკითხვის კუთხით ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობასთან. რაც შეეხება პოზიციებს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ასევე არასამთავრობო სექტორი მიიჩნევენ, რომ მოწმეთა დაკითხვის წესი აუცილებლად უნდა რეფორმირდეს უახლოეს მომავალში და მოწმის დაკითხვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ნებაყოფლობის და სასამართლო დარბაზში მხარეების შუამდგომლობის შედეგად. ჩვენ ველით დღეს თუ არა უახლოეს ხანებში ჩვენი მმართველი გუნდისგან სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დარჩებიან ისევ ძველ სამართლებრივ სისტემაში, სადღაც მოწმის იძულებითი დაკითხვა ხდება, თუ მართლაც გადავალთ საერთაშორისო სტანდარტებზე, დასავლეთის რა თქმა უნდა საერთაშორისო სტანდარტებზე, სადაც მოწმის დაკითხვა ხდება მხოლოდ მოსამართლესთან, სადაც მოწმის დაკითხვა იძულებითი არ არის, რაც თავისთავად რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა დემოკრატიისკენ და ევროატლანტიკურ გზაზე. სახალხო დამცველის პოზიცია არა, მოწმის დაკითხვის ახალი წესი აუცილებლად უნდა ამოქმედდეს 2011 წლის იანვარში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამის გადადება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ იურიდიულ კომიტეტთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებით ჩვენ ვართ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს პროექტზე, უკვე წარმოდგენილია შესაბამისი მუხლების ფორმულირება. ჩვენთვის პრინციპულია და მთავარია, რომ გამოკითხვა იყოს ნებაყოფლობითი და მოწმეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ან თანხმობა ან უარი განაცხადონ გამოკითხვის პროცესზე და მოწმის იძულებითი დაკითხვა შესაძლებელი იყოს მხოლოდ სასამართლოში. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საკანონმდებლო ორგანოდან ეკა ბესელია და ვახტანგ ხმალაძე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ სამინისტროს აქვს საკუთარი ხედვები ამ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც ის გააცნობს მრგვალი მაგიდის მონაწილეებს. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, ეკა ბესელიას თქმით, აუცილებლად უნდა შეჯერდეს სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება ისეთ ვარიანტზე პროექტის, რომლითაც დაცული იქნება მოწმის უფლებები, თუმცა არ დაზარალდება გამოძიებაც. მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს დისკუსიები სხვადასხვა ფორმატში. ეს არის სისხლის სამართლის უწყებათა შორისის საბჭოც, ეს არის ასევე სპეციალური კომისია, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან არსებობს. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეხედულებები, გარკვეული კანონპროექტიც გვაქვს მომზადებული და საინტერესო იქნებოდა სხვა კუთხით, უცხოელი ექსპერტის კუთხით დანახული პრობლემა და შესაძლო გადაწყვეტის გზები. სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადებული შეხვდეს იმ საკანონმდებლო დებულებებს, რომელიც კოდექსშია, ან უკვე ცვლილების სახით მომზადებულ დებულებებს, რომელიც პარლამენტში დამტკიცების შემთხვევაში გახდება ასევე შესასრულებელი. ჩვენი პირველი ზრუნვის საგანი არის რესურსის, შესაბამისი რესურსის უზრუნველყოფა, ანუ ყველა რაიონული საქალაქო სასამართლოს ინსტანციის დონეზე სასამართლო კადრით უზრუნველყოფა, რომელმაც უნდა განახორციელოს მოწმის დაკითხვა გამოძიების დროს. ჩვენ შევთანხმდეთ ისეთ მოდელზე, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. ეს არის მთავარი პრინციპი, რომ დაცვის და ბრალდების მხარეს ჰქონდეს თანაბარი უფლებები, არ აღმოჩნდნენ ისინი სხვადასხვა მდგომარეობაში, ანუ ერთი მხარე არ აღმოჩნდეს პრივილეგირებული და დაცული იყოს პრინციპი თანასწორობის და შეჯიბრებისობის. ეს არის მთავარი. მე შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი საქართველოში, თუმცა კონკრეტულად ის დებულება, რომელიც ეხება მოწმეთა დაკითხვის წესს, რამდენჯერმე გადავარდა ამ დებულების ამოქმედება და ბოლო ვადად უკვე განსაზღვრულია 2016 წლის 1 იანვარი. გადადების მიზეზად ხშირად სახელდებოდა ის, რომ შესაბამისი ორგანოები არ იყვნენ მზად მოსამართლის მოწმის წინაშე დასაკითხად. ნათია ორველაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.